მე ამ რეჟიმს ავტორიტარულს კი არა, ტოტალიტარულს უწოდებ. რატომ? ავტორიტარული რეჟიმი ნიშნავს ვიღაცის ავტორიტეტის მმართველობას და ჩემთვის პირადად ივანიშვილი ნამდვილად არ არის ავტორიტეტი. ეს არის ტოტალიტარული რეჟიმი, რატომ? აბსოლუტურად ყველა სფეროში აქვს თავიანთი გავლენები და გავლენების იარაღი ყველგან და ყოველთვის არის ფული. სამწუხაროდ, მაგრამ ფაქტია, რომ ფული და ვხედავ ამ ფულის მონობას ძალიან ბევრ შემთხვევაში. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი ბატონის მონაა, ფულის მონაა, ძალაუფლების მონაა, მდგომარეობის მონაა თუ ვისი მონაა. მონობის ფორმების შეცვლა არ ცვლის მონის თავისუფლებას. მახსენდება ახლა ჯორჯ ორუელის რომანი 1984, სადაც იქ ტოტალიტარული რეჟიმი ხალხს შთააგონებს, რომ ომი მშვიდობაა, რომ მონობა თავისუფლებაა. რაც ხდება დღევანდელ დღეს რეალურად, ხო? ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ. სამწუხაროდ, მაგრამ ფაქტია.